17 აპრილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეა. გლობალური ინიციატივა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივით გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაამტკიცა. მას საქართველოს დედაქალაქით შეუერთდა. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ. ჩემი სამუშაო დღე იწყება 6 საათი. 53 წელია გიორგი სამხარაძე ხალხს ემსახურება. ყოველდღიურად 1500-ზე მეტ ავტობუსსა და მიკროავტობუსს 1,5 მილიონი ადამიანი გადაჰყავს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მოქალაქეების უსაფრთხო მგზავრობისთვის სისტემა გამართულად მუშაობს. რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლობა ხალხთან მუშაობა ეს ყველა უნდა გაითავისოს ვიცმოდის მძღოლად. აქ ცოტა სხვანაირი სიტუაცია არის, ხალხს ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა. ამ რეჟიმით მუშაობ და მე მიყვარს ჩემი პროფესია და ამ პროფესიით მე ხალხთანაც შეჩეული ვარ. წელს პირველად აღინიშნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღე. ტრანსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად მუშაობა ამცირებს საცობებსა და გარემოზე ზემოქმედებას. სწორედ ამიტომ დედაქალაქის მერიამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოფილიყო გაჯანსაღებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა განხორციელებულიყო. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ახალ ავტობუსებს, ეს არ გულისხმობს მხოლოდ მეტროს ახალ ვაგონებს, ეს გულისხმობს ზოგადად კომპლექსურად ქალაქის განვითარებას და ინფრასტრუქტურის ასევე იმგვარად დაგეგმარებას, რომელიც ითვალისწინებს გაუმჯობესებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. გამოწვევების მოგვარებაზე თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ზრუნავს. გატარებული რეფორმების პარალელურად დაგეგმილია ამბიციური პროექტები, რომლებზეც მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მათ შორისაა ტრამვაის 7,5 კილომეტრიანი მონაკვეთისა და ახალი საბაგიროების მოწყობა. შემოვა ახალი ავტობუსებიც. მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება, შემდგომში დამატებით 200 ავტობუსის ყიდვის თაობაზე. აღნიშნული ავტობუსები გადანაწილდება დატვირთულ მარშრუტებზე. უკვე დასრულდა ტენდერი ტრამვაის პროექტირება მშენებლობაზე. აღნიშნული ხაზი, როგორც იცით, დიდ დიღომს დააკავშირებს დიდუბის მეტროს. ასევე დაგეგმილია საბაგირო ხაზების მშენებლობა ქალაქში. სულ ცოტა ხანში, რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი მეტრო სამგორი ქვემო ვაზისუბნის საბაგირო ხაზის პროექტირება მშენებლობაზე. 200-ზე მეტი ქალაქი და ორგანიზაცია აღნიშნავს ამ დღეს და გვაძლევს ეს დღე შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმ სიკეთეებზე, იმ სარგებელზე, რასაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში იღებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან. 17 აპრილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დღეა. გლობალური ინიციატივა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის და მისი პარტნიორების მიერ შეიქმნა.